ნატოს ბაზების გახსნა საქართველოში იქნება რუსეთთან ახალი კონფრონტაციის და ახალი კონფლიქტის მიზეზი და ამასთან დაკავშირებით გვინდა დღეს თავისუფალმა საქართველომ გაავრცელოთ განცხადება. 2012 წლის შემდეგ, როდესაც საქართველოში შეიცვალა ხელისუფლება, ნამდვილად დაიწყო პოზიტიური პროცესები რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების კუთხით. კერძოდ ჩატარდა იცით თქვენ რამდენიმე რაუნდი პირდაპირ მოლაპარაკებების, გაიხსნა რუსული ბაზარი ქართული პროდუქციისთვის და ასე შემდეგ. თუმცა სამწუხაროდ ქართული საზოგადოებისგან მალულად საქართველოს ხელისუფლებამ მალევე დაიწყო ამ პროცესის საბოტაჟი. კერძოდ ივანიშვილის ხელისუფლებამ იცით თქვენ რომ ჯერ სარაკეტო სისტემების განთავსება შესთავაზა მესამე ქვეყნებს, შემდეგ იყო რომ სირიელი მეამბოხეები უნდა გაწვრთნილიყვნენ საქართველოს ტერიტორიაზე და უკვე გუშინ პრაქტიკულად 18 ნოემბერს ოფიციალურად ადასტურდა რომ სასწავლო ცენტრის საფარქვეში საქართველოში იგეგმება ნატოს სამხედრო ბაზის გახსნა. რაც მთავარია ამ პროცესთან დაკავშირებით ერთადერთი რაც ჩვენ ვიცით არის რომ შესაძლოა ეს ბაზა გაიხსნას სამხრეთ საქართველოში, თორე დანარჩენი აბსოლუტურად ყველა დეტალი საზოგადოებისთვის არის ბურუსით მოცული და პრაქტიკულად გასაიდუმლოებული, რაც წარმოადგენს უკვე პრობლემას და საზოგადოებაში აჩენს აბსოლუტურად ლეგიტიმურ კითხვებს. განსაკუთრებით მტკივნეულია რომ რუსეთის მხრიდან ამას უკვე მოყვა პირველი რეაქციები, ეს არის ეგრეთ წოდებულ აფხაზეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის სამოკავშირეო შეთანხმების პროექტი, რაც პირდაპირ უკავშირდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს და არის ფართო განხილვის თემა ჩვენს ქვეყანაში. და რა თქმა უნდა ბუნებრივია თუ კი პროცესები განვითარდება ისე როგორც მიმდინარეობს დღეს, ანუ საქართველო გააგრძელებს აქ ნატოს ბაზის მშენებლობას, რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის ანექსიას, არის გარდაუვალი ახალი კონფლიქტის დაწყება ჩვენს ჩრდილოეთ მეზობელთან, რაც ამეთანხმებით ნამდვილად არ შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესში, ისედაც ურთულეს ვითარებაში ყველა მიმართულებით კიდევ ერთი ახალი კონფლიქტის წამოწყება რუსეთთან. ჩვენ გვინდა მივმართოთ საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებებს რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, რომ არ მოხდეს ისე როგორც ხდებოდა ეს წარსულში, როდესაც განვითარდებოდა რაღაც პროცესები, უკვე დადგებოდა შედეგი, მივიღებდით კონფლიქტს და შემდეგ იწყებოდა ხოლმე განხილვები, რამ გამოიწვია ეს კონფლიქტი, როგორ უნდა მოუქცეულიყავით რომ თავიდან აგვეცილებინა მომხდარი. დღესაც რომ არ აღმოჩნდეთ მსგავს სიტუაციაში, საჭიროა ახლავე დაიწყოს მოლაპარაკებები საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებებს შორის პირდაპირ დიალოგი კონფლიქტის ასაცილებლად. ბუნებრივია მოლაპარაკების პროცესში საქართველოს უნდა შეაჩეროს ჩვენს ქვეყანაზე ნატოს ბაზების მშენებლობის პროცესი და ასევე რუსეთმა უნდა შეაჩეროს აფხაზეთთან ეგრეთ წოდებული სამოკავშირეო შეთანხმების განხილვა. ასევე ჩვენ გვინდა მივმართოთ საქართველოს მთავრობას, პირადად ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომ მან განუმარტოს საზოგადოებას კონკრეტულად რა სახის ბაზის გახსნაზეა საუბარი, რა სახის კონტინგენტი იქნება ამ ჩვენს ტერიტორიაზე დისლოცირებული, გაიწვრთნებიან აქ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები თუ ასევე უცხო ქვეყნის სამხედროების გაწვრთნა მოხდება ჩვენს ტერიტორიაზე. ეს არის ყველა ის კითხვა, რაც საზოგადოებაში გაჩნდა ბუნებრივია და საჭიროა პროცესი იყოს უფრო მეტად გამჭვირვალე და მთავრობამ აუხსნას დეტალურად ხალხს რეალურად რას აპირებს ხელისუფლება, რა შეთანხმება არის დასავლეთთან მიღწეული და რა სახის ბაზის გახსნაზეა ჩვენს ტერიტორიაზე საუბარი. ანუ თქვენ ესე იგი კატეგორიულად არ მოგწონთ რომ საქართველოში უნდა შეიქმნას ნატოს საწვრთნელი ბაზა? ჩვენ გონია რომ და ჩვენ დარწმუნებულნი ვართ რომ ის რაც ხდება დღეს აფხაზეთში და მე შემიძლია გითხრათ ეს საერთმონო წყაროსგან დადასტურებული ინფორმაციით რომ ის რაც ხდება აფხაზეთში, აფხაზეთის ანექსიის პროცესი, ისიც რაც მიმდინარეობს არის სწორედ პასუხი ამისა, რომ საქართველოს ხელისუფლება გეგმავს ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთის საზღვრებთან ნატოს სამხედრო ბაზების გახსნას. იმისათვის რომ თავიდან ავიცილოთ ჩვენი ქვეყნისთვის აზიანო პროცესები, რა თქმა უნდა საჭიროა რომ როგორც მინიმუმ მოლაპარაკებები დავიწყოთ რუსეთთან პირდაპირ დიალოგი, რათა რაღაც საერთო კონსენსუსამდე მივიდეთ და ორივე ქვეყნისთვის მისაღები გადაწყვეტილება მივიღოთ. ნატოს ბაზები გახსნას თავისთავად ამ ფაქტს ბუნებრივია შეიძლება საერთოდაც არ შევეწინააღმდეგოთ, მაგრამ როდესაც ახლა ეს ხდება ჩვენი ქვეყნის ინტერესების აზიანოთ, რასაკვირველია ასეთ სიტუაციაში მივიჩნიოთ რომ არ არის მიზანშეწონილი. დიახ, ეს არის ფაქტი, მას შემდეგ რაც დაიწყო ქართულმა ხელისუფლებამ რიტორიკა რომ აქ უნდა გაწვრთნილიყვნენ სირიელი მეამბოხეები, აქ უნდა განთავსებულიყო სარაკეტო სისტემები, აქ უნდა გახსნილიყო ნატოს ბაზები, ამას მოყვა პასუხად რუსეთისგან აფხაზეთის ანექსიის პროცესის დაწყება და ეს არის ფაქტი, ეს ჩვენ ასე კი არ ვფიქრობთ, ეს არის უკვე შემდგარი ფაქტი და თავიდან რომ ავიცილოთ პროცესის შემდგომი განვითარება, საჭიროა სწორედ მოლაპარაკებები და გადავხედოთ რაღაც საკითხებს, რაც დღეს მიმდინარეობს.
რომ ამ ეტაპზე უნდა შეჭერდეს ბაზის გახსნა თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაიწყება ეს მოლაპარაკებები, უნდა დაიწყოს პირველ რიგში მოლაპარაკებები რუსეთ-საქართველოს ხელისუფლებას შორის და უნებრივია, ახლა სანამ მოლაპარაკებების პროცესში უნდა შეჭერდეს როგორც ქართულმა მხარემ უნდა შეაჩეროს ნატოს ბაზების მშენებლობა, ასევე რუსულმა მხარემ უნდა შეაჩეროს აფხაზეთთან ამ ეგრეთ წოდებული სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმების პროცესი. Ну, ყოველ შემთხვევაში ეხა ბუნებრივია ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა შევხედოთ როგორც რუსეთის ინტერესი არის რომ მის საზღვრებთან არ გაიხსნას მისი, ასე ვთქვათ, მოწინააღმდეგის ნატოს სამხედრო ბაზები, ხო მართალია. თუ კი საქართველოს ხელისუფლება შეაჩერებს ამ პროცესს, რა თქმა უნდა, რუსეთის ეხა იდეა ფიქსი არ არის, რომ მოხდეს იგივე თუნდაც ყირიმთან დაკავშირებით როცა იყო მოვლენები, მაშინ ლავროვმა პირდაპირ განაცხადა, რომ აფხაზეთთან დაკავშირებით იგივე პროცესები არ იგეგმებოდა, მაგრამ ამის შემდეგ მოხდა სწორედ ნატოს ბაზების მშენებლობაზე საუბარი და რუსეთმა შეცვალა პოზიცია და დაიწყო აფხაზეთში ის პროცესები, რაც ყველასთვის ცნობილია. აქედან გამომდინარე, ხა ეს არის მოლაპარაკებების თემა, ყოველ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს არ მოხდეს და სწორედ ამისკენ მოუწოდებთ ჩვენ დღევანდელ მთავრობას. პრინციპში ამას არ აქვს ხა გადამწყვეტი მნიშვნელობა რა ფორმატში იწარმოება, რა თქმა უნდა, კარგი იქნება თუ კი პირველი პირების მიერ მოხდება ეს მოლაპარაკებები, მაგრამ ნებისმიერ სხვა ფორმატში მთავარია რომ შედგეს შეთანხმება და მთავარია რომ აფხაზეთის ანექსიის პროცესი შეჩერდეს და მთავარია რომ არ მივიღოთ ახალი კონფლიქტი რუსეთთან. რა ფორმატში მოხდება ახლა მოლაპარაკებები, ეს ამას თვითონ გადაწყვეტება. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე მოცემულობა არის ასეთი, რომ აფხაზეთში სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმება არის პასუხი იმისა, რომ საქართველოში იხსნება ნატოს ბაზები. Ну, რავის, ეს უკვე ჰიპოთეტური, ზუსტად ამიტომ უნდა გაიმართოს მოლაპარაკებები, რომ გაირკვეს რეალურად რა წარმოადგენს რუსეთის ინტერესს, რას ითხოვს ეს ქვეყანა და ასე შემდეგ. ამისთვის არის საჭირო მოლაპარაკება. დიახ, რა თქმა უნდა, ხა ჩვენ ბოლო უკანასკნელი 20 წელია ვხედავთ ზუსტად იმას, რომ არც საქართველო და არც რუსეთი არ ითვალისწინებენ ერთმანეთის ინტერესებს და შედეგად ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ, რომ 20% ჩვენი ქვეყნის არის ოკუპირებული, დღეს ხდება ჩვენი ტერიტორიის ანექსია, არის იმისი პერსპექტივა, რომ მოხდება ახალი კონფლიქტის დაწყება და ბუნებრივია უნდა გადაიხედოს, ხო, მაშინ ბოლო 20 წლის მანძილზე რომ ყველა პროცესი ასე დასრულდა, საჭიროა რაღაც შეიცვალოს და ელემენტარულად დავიწყოთ მოლაპარაკებები რაიმე უფრო გონივრულ თემებზე.